და რაც ეხება გამჭვირვალობას და მან პირდაპირ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს. როგორია მთავრობის მეთაურის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში? ჩვენ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში, ქონდა სამი არჩეულებრივი შეხვედრა კანცლერთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ასევე გერმანიის პრეზიდენტთან და სამივე შემთხვევაში ქონდა საუბარი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორხრივ ურთიერთობებზე. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ შევახეთ თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ თანამშრომლობას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობას. საუბარი ქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე. რაც შეეხება კანონის გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ქონდა დისკუსია ბატონ კანცლერთან. მე განუმარტე მას ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას, ქონდა საუბარი ამ ყველაფრის მიზეზებზე, მათ შორის განმარტეთ ისიც, თუ რამ განაპირობა კონკრეტულად ამ დროს ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება და ეს არის ის, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ჩვენ ქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა. არის ძალიან მანკიერი გამოვლენებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება კონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მე განმარტე ძალიან მკაფიოდ ისიც, რომ ძალიან მოკლეა ეს კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედია საშუალებების მიერ ყოველწლიური ანგარიშის დეკლარირება. მეტი არაფერი. რა შეიძლება იყოს ამაში პრობლემური დემოკრატიისთვის ეს არის გაუგებარი პირიქით. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგები ექნება ამ ყველაფერს დემოკრატიისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელება. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს განხილული სათანადო ღია მსჯელობის პირობებში. თქვენ გახსოვთ შარშან, ყველანაირად არიდებდნენ თავს დისკუსიას, გამომდინარე იქიდან, რომ შარშანაც მიაჩნდათ, რომ შინაარსი იყო ჩვენი ველი. ჩვენ შინაარსობრივად ვართ მყარად ამ კანონის შინაარსის თვალსაზრისით არის ყველაფერი გამართულად. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის ძალიან ღია დისკუსია ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ნუ გაურბიან დისკუსიას. რაც შეეხება თვითონ კანცლერს, რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ეს არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყოს ექსკვერდიანი თავისი მოცულობით, ეს არის ბიუროკრატიის ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება წესრიგში და ყველაფერი სწორად გაიგებს. ბატონო ირაკლი, თქვენი არგუმენტების მიუხედავად მაინც კანცლერის პოზიცია დარჩა კრიტიკული. თუ ჩვენი პარტნიორები ტოლობის ნიშანს დასვამენ ამ კანონსა და საქართველოს ევროინტეგრაციას შორის, ანუ მომდევნო ნაბიჯებთან მიმართებაში და დაუკავშირებენ პირდაპირ წინსვლას, მაშინ როგორი იქნება პოზიცია? ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, რასაც ჩვენ ბუნებრივია ასე ვერ წარმოვიდგენთ. ხო, შეუძლებელია, რომ ტოლობის ნიშანი არსებობდეს გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას ევროინტეგრაციას შორის. ერთადერთი, რა შორისაც შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ევროინტეგრაცია. ეს არის გამჭვირვალობა და დემოკრატია და არაფერი სხვა. გამჭვირვალობას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ აქვს არავითარი ალტერნატივა. ბატონო ირაკლი, თქვენი პასუხი კანონთან მიმართებაში იყო საკმაოდ მკაცრი და ხისტი. როგორ ფიქრობთ თქვენს პასუხს ჩვენი პარტნიორები როგორ აღიქვამენ? ჩემი პასუხი იყო დაფუძნებული სიმართლეზე. ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი. კანონის შინაარსი არის ჩვენს ხარეს. რატომ? იმიტომ რომ ერთ-ერთი რამეს ითვალისწინებს ეს კანონი, ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. რა შეიძლება იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი არის აბსოლუტურად გაუგებარი. რა არის კარგი?
ეს უნდა იყოს ყოველთვის ასევე აბსოლუტურად გასაგები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ყოველას მოუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან კონკრეტულად რა არ მოწონთ ამ კანონში. თუ გვეტყვიან, კი ბატონო, ჩვენ ღია ვარ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. კიდევ ერთხელ გამემრებ, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება მიღებული კანონი და გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება. იყო თუ არა საუბარი მოლაპარაკებების გახსნაზე და იმ წინ წასვლაზე. კევანდობას ხედავ? ანუ მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივაზე თუ იყო საუბარი და რა პოზიცია მოისმინეთ უკვე დახურულ შეხვედრაზე, ვინაიდან თქვენ ძალიან ბევრჯერ თქვით, რომ 2024-ში უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, იმ კომისიის ანგარიშის საფუძველზე, რომელსაც შემოდგომაზე ველოდებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის პარი მხარდაჭერა ამ თვალსაზრისით დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელსაც ქვეყანას ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება და არა ესეთი გადაწყვეტილება, როგორც მიღებული იქნა 2022 წლის ივნისში. ყველას გახსოვთ, რომ 2022 წლის ივნისში მიღებული იქნა უსამართლო გადაწყვეტილება, რის გამოყენებაც სცადეს თელმა რიგმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ხო, იმედი გვაქვს, რომ ასეთი მიმართულებით არ განვითარდება წელს პროცესები და იმედი გვაქვს, რომ წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ დღეს გვაქვს უსამართლო მოცემულობა, კერძოდ გახსნილია მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაგრამ არა საქართველოსთან. მაშინ, როდესაც ორივე ქვეყანას სერიოზულად უსრებთ წინ. ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს და იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საბოლოო ჯამში ეს უსამართლობა ეფექტურად აღმოიფხვრება. ხო შეიძლება მაგათაც ვარაუდოთ, რომ მაიმის ფორმატი შეიძლება შემუშავდეს თბილისში სადისკუსიო მაგალითად ელჩებთან ერთად გააცნოთ მათ, რომ ვერ არის ქვეყნებში სწორად წავიდეს ინფორმაცია იმის თავაზე ნაწერი ამ კანონ პროექტში. აი, რას გულისხმობთ უფრო დეტალურად? ვისაც ექნება სურვილი მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, პირადად ვარ მზად ამაში ჩავერთო, იქნებიან ესენი დიპლომატები, იქნებიან ესენი პოლიტიკოსები, იქნებიან ესენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგითი ოპონენტები ამ კანონის, ხო, ვინც გამოდის მაგალითად აქციაზე გამომდინარე იქიდან, რომ აქვს თავისი ინფორმაცია ამ კანონთან დაკავშირებით და საკუთარი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით. პირადად მეც ვარ მზად ნებისმიერს დავუსვე, რატომ? იმიტომ რომ მარტივად ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ. აქ საუბარია საზოგადოების წინაშე არსებულ რისკებზე. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წლის ბოლოს, როდესაც ჰქონდა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ მცდელობაში პირდაპირ იყვნენ გარეული კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ბევრი სხვა რამე გააყალბეს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ საზოგადოებისთვის პირველ რიგში ასეთი ნეგატიური სცენარები, ეს არის ჩვენი ამოცანა და სწორედ ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი გამჭრელობის შესახებ კანონის მიღება, იმისათვის, რომ ყველა მიემუშაოს გამჭრელად და კეთილსინდისიერად. გამჭრელობა არის კეთილსინდისიერების არა მნიშვნელოვანი უბრალოდ, არამედ აუცილებელი პირობა. სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო გამჭრელობა, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა იკადრეს და გააყალბეს მაგალითად პივიტი ან გააყალბეს სხვა მონაცემები, სადაც იქნება გამჭრელობა, იქ იქნება ნაკლები ცდუნება გააყალბების კუთხით. და თარჯიმანთან დაკავშირებით ვიცით, რომ მაგალითად კანონის სახელწოდება არასდროს იყო ნუ მე როცა საუბრობდი თვითონ ოფიციალურ პოზიციაზე, მაშინ ახსენე, რომ ბიუროკრატიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიუროკრატიის პასუხისმგებლობა, რომ მაგალითად კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონ პროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მოხდა. ამის გაგრძელება, რაც მოხდა თარჯიმანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ ასე ვთქვათ ბრიფინგს, პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე ნაციონალები, ბოროტად გამოიყენა ეს პრივილეგია კანცლერის წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვა აგენტების კანონი,
მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა. ანუ პირდაპირ გაყალბება იყო. თავი აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი. თავი პრობლემა არის ბიუროკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასევე მოთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებას. ბატონო, ერთი კითხვა ისევ კანონთან დაკავშირებით, თქვენ თქვით, რომ ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი ამ კანონის საწინააღმდეგოდ. მაშინ რით იხსნით პარტნიორების ასეთ უხილს და შეშფოთებას? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ მზად ვართ ღია დისკუსიისთვის, მათ შორის თუნდაც საჯარო დისკუსიისთვის. ნებისმიერი დაგვიждდეს, ნებისმიერი უცხოელი ქართველი, ვინც არ უნდა იყოს, დაგვიждდეს ტელევიზიების თვალწინ, კამერების თვალწინ საჯარო დისკუსიაში და ყველა ძალიან კარგად დაინახავს, რომ არგუმენტი არის ნული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქ სადაც ერთ-ერთი რამის ითვალისწინებს კანონი, ხო, ეს არის ყოველწლიური ანგარიშების დეკლარირება. როგორ შეიძლება ვინმეს კონდეს რაიმე არგუმენტი? კეთილი ინებონ გახსნან დისკუსია, შემოვიდნენ უпроსორად გახსნან დისკუსიაში და თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, წარმოადგინონ. არგუმენტების გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ ვალდებულებას ვერ ხედავთ, რომ რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღოთ იმისგან, რაც აქამდე გვაქვს მიღებული. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და წარმოადგინოს არგუმენტები კანონთან დაკავშირებით. არგუმენტების გარეშე ჩვენი ღირსების საქმეა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვალოს. ხო, ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების საქმე, სახელმწიფო სუვერენიტეტის საქმეა. როცა უარგუმენტოდ რაღაცას ითხოვენ და ამაზე რეაგირებ, ეს არის რა თქმა უნდა შეურაცხყოფილი. ყველამ კეთილი ინებოს და წარმოადგინოს არგუმენტები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სერიოზული პრობლემები ჩანს ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც გამოიკვეთა დღევანდელ მაგალითზეც, თარჯიმნის მაგალითზე, სხვა კუთხითაც და იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემებსაც მომავალში მოევლება. გასული კვირის განმავლობაში განხილვის კომიტეტის თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა შეხვედრის დასრულების შემდეგ და ის მოკითხვა შეიძლება თუ არა რომ ამ კანონ პროექტს შესრულდა კიდევ ერთხელ სახელი თუ არა. განიხილება ეს შესაძლებლობა, რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისმის კრიტიკა გავლენა გარკვეული ჯგუფების მხრიდან არის კრიტიკის საგანი, რომელიც არის სახელწოდება კანონპროექტის, რამდენად შეიძლება განვიხილოთ ცვლილება სახელწოდებაში? კანონპროექტის მიხედვით ორგანიზაცია იწოდება უცხოური გავლენის, უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რომელიც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. როდესაც ვიღაც გაურბის ფაქტის კონსტატაციას, ეს არის თავისთავად დამაფიქრებელი, რაზეც საზოგადოება უნდა დაფიქრდეს. რატომ გაურბის ვიღაც ფაქტის კონსტატაციას, არა რაღაც სახელის მინიჭებას, არამედ ფაქტის კონსტატაციას. ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი. თუ ვინმეს არ მოწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის.